ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა და-ძმა სკოლიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მატარებელი შეეჯახა. ბავშვები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 5 წლის ბიჭს აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანება, ქალასართვის მოტეხილობა, ეპიზოდური ჰემატომა, შეფასდა როგორც მძიმე მდგომარეობა, მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. გოგონას 10 წლის აღენიშნებოდა ასევე ქალასართვის მოტეხილობა, ქალაფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახისმგებლობის მრავლობითი მოტეხილობა. ისიც მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დინამიკაში მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა. საკონტროლო კარტომოგრაფიით ჰემატომა არ არის მომატებული, ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ იქნება, მიმდინარეობს მონიტორინგი რეანიმაციული და დაკვირვება დინამიკაში. სკოლა კარიტასის დირექტორი ლევან ბეგიშვილი მეგატივთან საუბარში განმარტავს, რომ გზა, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, სკოლამდე მისასვლელი ერთადერთი გზაა. ბავშვებს არა მარტო ლიანდაგის, არამედ სამანქანო გზის გავლაც უწევთ, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი აღნიშნული ნიშანი არ არის, სადაც უნდა იყოს მითითებული, რომ სკოლა და ბავშვებია. ბავშვები, როგორც ამ მშობლის გადმოცემით, ბავშვები ეკავა ხელში, მაგრამ ერთ-ერთი ბავშვი, ესე იგი, იყო წინ წამოწეული და ამ ვაგონმა, ესე იგი, მოხდა შეჯახება. ეს ბავშვი, ესე იგი, ისროლა ამ შეჯახების დროს ისროლა უკან და ის კიდევ დაეჯახა მის პატარა ძმას, რომელიც ესე იგი დაეცა და თავი დაარტყა იქ ბეტონის ფილას. ეს არის მონათხრობი, მე გადმოგცემთ ახლა სიტყვიერ მონათხრობს ამ შობლისაგან. ფელი გამაფრთხილებელი ნიშანი არ იყო. ერთადერთი მატარებელი, როგორც იცით, აქ წყალტუბო ქუთაის შორის მოძრაობს ერთადერთი მატარებელი, ერთი ვაგონი აქვს გამობმული და დადის ის რამდენიმე რეისს აკეთებს ქუთაის წყალტუბოს მიმართულებიდან. მე არ ვიცი ახლა ვერ გეტყვით ახლა რა ის არის აქ ჩვენ რო ხედავთ ხალხი შიგნით არ არის ძალიან ნაკლებად რომ ხალხი შიგნით იყოს და არ ვიცი რა საჭირო არის საერთოდ ამ მატარებლის სიარული, მაგრამ საკითხი ისმის ახლა იმაზე რამდენად საჭირო არის საერთოდ ეს ლიანდაგი აქ. ამაზეა საკითხი. თორა გადასასვლელი რო საჭიროა, ამაზე ორი არზი არ არსებობს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან დიდი რაოდენობა ხალხისა ამ გადასასვლელით სარგებლობს. აქ საკითხი სხვანაირად დგას. რამდენად ლიანდაგი არის საჭირო აქ. ჩვენი გადმოსახედი და ეს პირადად ჩვენი აზრია, ახლა ჩემი და ჩვენი მასწავლებლები და კოლექტივზე ეს მატარებელი, არ ვიცი, რომ გავიხედავთ ხანდახან, შიგნით ცარიელ ვაგონს დაატარებენ აქეთ-იქით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 275 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული შემთხვევა 19 მარტს დღის მეორე ნახევარში მოხდა. მარიამ კუხიანიძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.